და სულ მალე რეფერინდი Cage Raul Tarauli ანიშნებს დღევანდელი საღამოს მეორე ბრძოლის დაწყებას. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა სტილისტურად სურპრიზი იქნება თუ არა. ნახოთ რა გეგმით არიან გამოსული დღეს მებრძოლები. დაიწყო ბრძოლა. ბიჭები ზვერავენ ერთმანეთს და მომწონს რომ ეს ყველაფერი ოქტაგონის ცენტრში ხდება. ცენტრის აღებისთვის მიდის ახლა მუშაობა ტაქტიკური. აი ყველანაირი ფეიკის გარეშე პირველი ლოუ კიკი კარგად მუშაობენ ბიჭები. არ ჩქარობენ. თუმცა აიღო ცენტრი უზბეკმა ათლეტმა და ცდილობს გალიასთან გამოიჭიროს ასკეროვი. არც ერთი მებრძოლი არ ცდილობს რომ რამე ფეიკი აჩვენოს ოპონენტს. თითქოს და აი ხა კარგი ლოუ იყო, შიდა ლოუ. რას ფიქრო ვიხილავთ უფრო მეტ სტრაიკინგს თუ უფრო მეტ ჭიდაობას? ჩემი აზრით რესლერს სადაც უპირატესობა აქვს, არასდროს არ უნდა ასკეროვი უფრო კარგად გამოიყურება, თითქოს კარგი ოვერჰენდი გადაუგდო, მეორე ნომრად მუშაობს, ძალიან ჭკვიანურია. გეგმაზე ვსაუბრობდით და გარბის და იქნევს ლოუებს, ოვერებს, რაც ძალიან საჭიროდ გამოიყურება. ჩემი აზრით პარტნერში თუ უპირატესობა გაქვს, არ უნდა აყვე მაყურებლის ემოციებს, უბრალოდ გააკეთო შენი საქმე მაქსიმალურად კარგად. გეთანხმები? აბდულ რასულოვი კი აკონტროლებს ცენტრს, თუმცა ვერაფერი ვერ შემოგთავაზა, ეხლა ცდილობდა გაცვლები. კი, გაცვლები და აი შესვლა. გაზეთ ლაპარაკობდით. კარგი იყო, ძალიან კარგი ტაიმინგი იყო, თუმცა ვერ გადაიყვანა, კარგად დგას. კარგად დგას. და აი უკვე წესით full mount, ახლა უკვე გრეპლინგი ძალიან სუსტია. აი ნახავთ ახლა ground and pound დასვენებულზე. საკმაოდ მძიმე ground and pound დაიწყო. თითქოს ვერაფერი ვერ დაუპირისპირა ახლა. რასულოვი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს. ახლა რომ რაღაცნაირად გამოძრეს. პირველში გალია უნდა გამოიყენოს. შეიძლება ახლა უკვე რეფერიმ გააჩეროს და იქნება ტექნიკური TKO. ბრავო, ეს იყო მოულოდნელი ესეთი სწრაფ. ნამდვილად არ ველოდი. რესლინგზე როგორც კი დავიწყეთ ლაპარაკი. ასკეროვმა ძალიან კარგად იმუშავა. მეორე ნომრად აღნიშნეთ, ძალიან კარგი და დროული ტაიმინგი იყო, ტეიქდაუნის შემოგთავაზა, აიღო full mount-ი და კი, low kick-მა თავისმა სამმა low kick-მა საქმე ქნა, რადგან მებრძოლმა უკვე დისტანციაზე დგომა არჩია და ზუსტად ამ დისტანციამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ ტეიქდაუნზე ლამაზად ტაიმინგში შევიდა, გადაიყვანა და full mount-ში გააკეთა ground and pound-ით თავისი საქმე. ძალიან კარგი და საინტერესო ჩხუბი იყო. არ ველოდი რომ ესე პირველ რაუნდში მორჩებოდა ეს ჩხუბი. კი, თითქოს რომ გადავხედე ორთაბრძოლებს, არ იყო ესეთი მარტივი მეტოქე, თუმცა გამოცდილება ალბათ საკმაოდ ბევრია კასკეროს ნაჩხუბი 4-3-ზე. 4-3-ზე თან ასაკიც უნდა ვთქვათ 27 წელი ეს ასაკი, როდესაც მებრძოლები ნელ-ნელა უკვე პრაიმში Declaring the winner by TKO, Sural Askarov. ვამბობდი რომ 27 წელი არის ასაკი, როდესაც მებრძოლი პრაიმში შედის და მის მაქსიმუმს ანახებს.